კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია ჩაშლილი შეხვედრა სამეგრელოში და ბრალდებები ქვეყნის მაღალმთიანეთიდან. ლევანი ზორიას ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში პოლიტიკური აგიტაციის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივებს ქართული ოცნების დაპირებების არ სჯერათ. მცხეთა-მთიანეთში მილიარდერის მომხრეებს კურდღლებს უწოდებენ და ლექსებსაც უძღვნიან. მძიმეა ყაზბეგში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ გამოთქმული ბრალდებებიც. იყო თუ არა იარაღის კონტრაბანდით დაკავებული ყოფილი პრეფექტი და ამჟამად ივანიშვილის თანაგუნდელი მირიან ციკლაური სტეფანწმინდაში რუსუდან ჯიქია მუშაობდა. სანამ სტეფანწმინდის ამბავს მოუყვები მაყურებელს, მინდა ჩხოროწყუში მომხდარი ინციდენტის შესახებ ვუამბო. ლევან იზორი მოვლენები იქ ასე განვითარდა. ლევან იზორია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ჩავიდა სოფელ ლესიჭინეში და იქ რამდენიმე მაცხოვრებელიც შეკრიბა და ქართული ოცნების პოლიტიკურ პროპაგანდას ეწეოდა, როდესაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა ადამიანმა მას კითხვა დაუსვა მეგრულად. ლევან იზორია მეგრულად უპასუხა, რომ კითხვებს შეხვედრის ბოლოს გასცემდა პასუხს, თუმცა ამ ადამიანმა შესთავაზა, რომ მინჯობესი იქნება თუ უფრო უშუალო იქნება შეხვედრის რეჟიმი და კითხვა პასუხში გამითარდება და ჩაკითხვის საშუალება ექნებოდა, თუმცა ამაზე ლევან იზორია ძალიან გაღიზიანდა და თვითონ მივიდა ამ ადამიანთან და რამდენჯერმე გავუმეორა დამარტყი მცემეო. იზორიას მოთხოვნის მიუხედავად იმისა, რომ იქ მისული ადამიანი სრულად უკმაყოფილო იყო იზორიას პროპაგანდით, მას იზორიასთვის ხელი არ დაურტყავს. ამ ინციდენტის შემდეგ იზორიას გვერდით მდგომმა ადამიანმა, მისმა მომხრემ, ეს ადამიანი გვერდით გაიყვანა, უბრალოდ ხელი კრა და ისე გაიყვანა გვერდით. აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ მამაკაცი, რომელიც უკმაყოფილო იყო იზორიას პროპაგანდით, სარგებლობდა, ფეხის ტკიოდა და ამიტომაც ძალიან უჭირდა გადაადგილება და ხელჯოხით სარგებლობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ის გაიყვანა თითქოს. ამ ინციდენტის შემდეგ სოფელ ლესიჭინეში უფრო დაიძაბა ვითარება, იქ შეკრებილი იყო დაახლოებით 20 ადამიანი და ისინი წყულწყვულად შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთში ჩხუბობდნენ, მეგრულად მიდიოდა ეს საუბარი და საუბარის შინაარსი ძირითადად ესეთი იყო, რომ პოლიტიკოს უნდა მიეცეს პირიქით, უბრალოდ პოლიტიკოსი უნდა პასუხობდეს მხარდამჭერთა მომხრეთა თუ უბრალოდ პოტენციური ამომრჩევლების შეკითხვებს და არ უნდა მიდიოდეს მსგავს პროვოკაციებზე. ამ ინციდენტის შემდეგ ფაქტიურად აღარ გაგრძელებულა შეხვედრა და შეიძლება ითქვას, რომ ლევან იზორიას ლესიჭინეში ტურნე ჩაუვარდა. უცნაურად წარიმართება ხოლმე ამომრჩევლთა შეხვედრები ქვეყნის მაღალმთიანეთში, მაგალითად ყაზბეგში, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი არის ექიმი მირიან ციკლაური, ყოფილი პრეფექტი, ხვდებოდა ამომრჩეველს, უნდა შეხვედროდა ამომრჩეველს სკოლის შენობაში, თუმცა იქ მირიან ციკლაური 2 თუ 3 ადამიანთან ერთად შევიდა, კარი დახურა და დანარჩენი ადამიანები, ვინც მივიდნენ, რათა დასწრებოდნენ შეხვედრას, შიგნით არ შეუშვეს. ვის უნდა შეხვდეთ? ჩვენს წარმომადგენელს დეპუტატს. როგორია? სიყრის. მე მგონი ღუდუშაური. მირიანი.
ციკლაური, ხო. და ეხლა რატო არ გიშვებენ თუ იცით? ასე არა ვარ, ვერ გვებულობ რატო არ გვიშვებენ. მიზეზი რას მიზეზებენ არ ვიცი. ესე დაბარებულიყავით რომ უნდა შესულიყავით. ხო, ესე ვიყავით. მოვედით და მინდა რომ მოვისმინო და შემდეგ არჩევანი გავაკეთო, მაგრამ არ გვიშვებენ. ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა ყაზბეგში მირიან ციკლაურის მიმართ. მისი პრეფექტობის პერიოდში ყაზბეგელები მას ბრალს დებენ, რომ მან მოქალაქეთა ფული მიითვისა, საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინდელ 400.000 მანეთზე და გავრცელებული ინფორმაციით და ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით ამ ადამიანმა ამ ფულით ადამიანებისგან შეკრებილი ფულით შეისყიდა იარაღი, ხოლო რას მოახმარა შემდეგ ეს იარაღი ყაზბეგელები ვერ ყვებიან. იმიტომ რომ ჩამოვიდა პრეფექტად დადგა, მემრე მთელი ერთი ქარხანა იყო ასფალტისა, ის გაყიდა, ჩეჩნებს მიყიდა იქითკე და რადგა და მემრე ის ფული შეჭამა. შეუჭამა, ჩვენ ხალხს შეუჭამა ისაც. გზები გასაკეთებელი დააგრავს მთლად. იგი სუკელა მიწის რაიონში რომ არა ნორმალურად არა ჩატარებული არც არა მაგის მხრიდან. მოხევე ხალხი გაწირა რა, გასწირა. იარაღი შემაიტანა, იყიდა შავსაქმეებშიც იყო გარეული. შემაიტანა იარაღი და ადგა და ის ფულით შეჭამა. ვითომ რაღაც საქმეც უნდა გემეიყენა. რა არც ის გამაიყენა. ფული აკრიფა თითქმის მოსახლეობისგანაცა ჩუმჩუმად აიღა, მოაგროვა და შეჭამა ის ფულს. ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება ყაზბეგში, ეკა გაბუნია ესაუბრა მირიან ციკლაურს და თავისთავად ცხადია გააცნო ის ბრალდებები, რომელიც ყაზბეგში მის მიმართ გაისმა. მირიან ციკლაურმა აღიარა ის ფაქტი, რომ თავის დროზე ფული აკრიფა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ფული ხალხისთვის დახარჯა. მოსახლეობისაგან აღებული შემოწირულობებით მე იარაღი არ შემიძენია. აბა რაში დახარჯეთ ის თანხა მაშინ? არაფერში, ხალხის დახმარებაში. ზოლი ხერხებით ვაპირებ, ისე აი ესეთი ხერხებით ხდებოდა მაშინაც, სიყვარულით, ურთიერთობით და მორჩმეტი არაფერი. მე ამ ურჩევლის მოსყიდვა მჭირდება, კითხეთ. როგორც ხედავთ, მჭირდება კითხეთ, ხალხს კითხეთო, ესეთი რეპლიკა მირიან ციკლაურმა გააკეთა ჩვენი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რადგან რამდენჯერმე ქართულმა უცნებამ უკვე სცადა ამორჩევლის მოსყიდვა. როგორც ჩანს, მირიან ციკლაური ფიქრობს, რომ არ სჭირდება, თორემ უკან არ დაიხევდა ამორჩევლის მოსასყიდად. ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდით ჩვენ ყაზბეგში, რომელიც ხევის ბერობისთვის ემზადება. ამ ადამიანმა ლექსიც კი წაგვიკითხა, რომელიც ივანიშვილს და მის მომხრეებს მიუძღვნა. ეს ლექსი ასე იწყება: ფულები შეყვარებიათ, დამსგავსებიან ტურებსა, ხოლო როგორ გრძელდება, ამას ახლა ჩვენ მაყურებელი მოისმენს. ფულები შეყვარებიათ, დამსგავსებულხათ ტურებსა. ღმერთი თქვენა რა შეგარგებს ივანიშვილის ფულებსა. პუტინსა გადაირჩევენ, ვიღა დაგიწერს ქულებსა. ან კრემლში ვიღა მოგართმევს ვლადი პუტინის ფულებსა. ივანიშვილის მომხრე მოხები არიან კურდღლები და საღამოზე მოусმინა და თქვენ თუ არა კურდღლები. ედე მაგას ვიტყვი. ივანიშვილის მომხრები არიან კურდღლები. წერს ვინც ეხუტება, აბა რა უნდა თქვენ იმას. წერს ვინც ეხუტება. კურდღლები რატო არიან? შიშრები არიან. აი შიშრების არიან, ხდალების არიან და თან კიდევ ორპირებისა და გამყიდველების. ბიზნეს დაუჭირენ მაშინ ხარ, როცა მიშა დაბერდება და აღარ იმუშავებს. ასე მიმდინარეობს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია მთელ საქართველოში, მთაშიც და ბარშიც და ასეთი ხმები დადის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ქართული ოცნების მაჟორიტარების ჩაშლილი საარჩევნო შეხვედრების შესახებ რუსტან ჯიქია საუბრობდა ღია ეთერში. კახიკალაძე